ბაჰარი. ის უნამუსო ისე მოვიდა. მაცალე ახლავე პოლიციას გამოვიძახებ. ხაზან ძვირფასო როგორ ხარ? რა გჭირ შვილო? თელი თხია გირეკავ. ნურჯარმა მითხრა რაღაც ისი არ არისო. როგორ ხარ? დედა შეგიძლიათ ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმოთ. ყავა შევუკვეთეთ. თქვენ კი არ გიანგარიშიათ. დიახ, ესინებეთ. საკრედიტო ბარათით გადავიხდი. დემირ. მე გადავიხდი. ბაჰარ ბაჰარ ჩვენ ბაჰარ შეჩერდი გთხოვ. გთხოვ დამშვიდდი. ეს განგებ გააკეთე არა? წინასწარ დაგეგმე. ნუ ხმაურობ. რა თქმა უნდა ეს შეხვედრა მე დავგეგმე დემირ. სხვა ვინ იზამდა? ხაზან, მითხარი რა დაგემართა? რა მოხდა? დედიკო, ყველაფერი რიგზია. არაფერი მომხდარა, უბრალოდ ჩამეძინა. მაგრამ რამდენჯერ დაგირეკე და არ მიპასუხე. ტელეფონს რატომ არ იღებდი? დედიკო, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. ტელეფონი ამიტომ გავთიშე. სულ მეძინება და გული მერევა. კინაღამ გავგიშდი. საყვარელო, ეს ყველაფერი ორსულობის ბრალია. გარს დავხურავ. უკვე გასაგებია, რომ ჩვენი პატარა მარტივი მოსავლელი არ იქნება. შვილო, ფეხსაცმელი მომაწოდე. იადახს რა სჭირს?
რა ხდება? დედა სახლი არეულია, მაგრამ დალაგების თავი არ მაქვს. მაპატიე. შვილო, თარიქი არ გეხმარება. დედა თარიქს ბევრი საქმე აქვს. ძალიან დაკავებულია. კარგია რომ მუშაობს. იშრომოს. მალე თქვენი გასავალი გაორმაგდება. ასე რომ იმუშაოს. შვილო, მაცივარი ალბათ სერიელია. წავალწნიას მოგიმზადებ. არა დედა, მე თვითონ ასე არ გამოვა ძვირფასო. რადგან აქ ვარ, მოგიმზადებ. შენ დაძეკი და დაისვენე. დედას მომზადებული წვნიანი მოგენატრებოდა. არაფერი მოხდება, მე თუ მოვამზადებ. ღმერთმა დაგწყევლოს თარიქ. ეს რა დღეში ჩამაგდე. ვერ ვიჯერებ. გამოდის რომ აისონ ჰანემს თავის ადვოკატთან რომანი აქვს. დებლოდი. გეუბნებოდი რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა. განაძირალა. კარგია ჩემთან ერთად რომ იყავი, თორემ მოვკლავდი. შერებ. მასზე არაფრის მოსმენა აღარ მინდა. სახლში მინდა, სიმშვიდეში გასაგებია? კიდევ ერთი ყავა. უშაქროთ. ასეთი უგულო როგორ ხარ? ნუ თუ საერთოდ არ გეწოდება. რას ელოდებოდი, დემირ? შენ მე დამემუქრე. ხელში ბილეთი შემომაჩეჩე და საკუთარი სახლიდან გამაგდე. გეგონა თავიდან მომიშორებდი და მასთან ბედნიერი იქნებოდი, არა? თან დაუსჯელი დარჩებოდი. მე პირობა შევასრულე. მისი ტანჯვა არ იყო აუცილებელი. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. რა თქმა უნდა მიყვარხარ. მაგრამ პატარა მიამიდი გოგო უკვე აღარ ვარ. ყოველთვის ვიღებ იმას, რაც მინდა. შენ მართლა არ ვათხარ. სხვას ვერაფერს ვიტყვი. იმედი ამ მომენტიდან საკუთარ მოქმედებებში ბევრად უფრო ფრთხილი იქნები. და შედეგზე იფიქრებ. ბაჰარ, რა მოხდა? რა დაგემართა? პამუქ ისინი? შერებ. ბაჰარს რა დაემართა? მე არაფერს ვიტყვი. თავად გითხრას პამუქ. რისთვის? რისთვის? ბაჰარ, შვილო, რა მოხდა? მომიყევი. დემირი დაისუნი. დემირი დაისუნი.
ხელჩაკიდებულები დავინახე. გამოდის რომ მათ რომანი აქვთ. რისთვის? მორჩა მზადაა. ესეც ასე? დედა, რატომ შეწუხდი? რას ამბობ, შვილო, რას ამბობ? შენ ხომ ორსულად ხარ? დავაგებით არ დაიღალო, კარგი? მე და ნურჯანი დავალაგებთ. კარგი? ხო, დედა, გმადლობ. და კიდევ საყვარელო, მაცივარში სადილი სულ გქონდეს. და აღლილ ქმარს ცხელი კერძი სჭირდება. ხომ გესმის? მაცივარში შევინახავ. შხამა ჩერგოს. რა თქვი? არაფერი მithქვამს. თარიქი დაჭკვიან და კაცი გახდა. ბევრი იმუშაოს და თავის ოჯახზე იზრუნოს. მინდა რომ შენ გამო მშვიდად ვიყო. მეტი არაფერი მჭირდება. მართალი ხარ, დედა? გისმენთ ფამუქანიმ, გონულხანიმ, ბაჰარმა შემთხვევით უსიამოვნო რამ ნახა. რას გულისხმობთ, ფამუქანიმ? არც კი ვიცი როგორ გითხრათ. აი სუნხანიმი და დემირი შეყვარებული გვრიტებივით არიან. ერთად იყვნენ რესტორანში. რას ამბობ? ეს შეუძლებელია. გონულხანიმ ასე იყო. ბაჰარი ცრემლებს ხვრეს და ვერ ვამშვიდებ. ამიტომ თქვენთან დარეკვა გადავწყვიტე. დიახ, ფამუქანიმ, სწორად მოიქეცით. ახლა გამოსვლას ვაპირებდი, მალე ბანთ ვიქნები. ნახვამდის. რა მოხდა, დედა? არაფერია. შენ გამოვდარდობდი და ცოტა ხნით წამოვედი. ახლა ისევ წავალ. კარგი შვილო, ხომ ყველაფერი რიგზია? საყვარელო. მორჩა წავედი. არ დაგავიწყდეს რაც გთხოვე. ასე რატომ ხდება? რატომ? ასე რატომ მომექეცი? რა დაგიშავე? ბაჰარ, დაწყნარდი შვილო, თორემ ცუდად გახდები. რატომ მითხარი რომ გიყვარდი? რატომ მომატყუე? რატომ? ასე რის გამო მომექეცი? ღმერთო, როგორ გადავიტანო? ამ ტკივილს როგორ გავუძლო? გული ძალიან მტკივა, ფამუქ. ძალიან მტკივა. შვილო, ასე ნუდარდობ. ყველაფერს აქვს გამოსავალი. სიკვდილის გარდა. დამიჯერე. რატომ მეუბნებოდი ამ სიტყვებს, თუ სხვა გიყვარდა? მით უმეტეს ახლობელი ადამიანი. მამა ჩემის ცოლი. არ მჯერა. ეს შეუძლებელი. ეს ცუდი სიზმარია. გამოფხიზლება მინდა. ეს სიზმარია. დაწყნარდი შვილო, დაწყნარდი საყვარელო, ნუ განიცდი. გული ძალიან მტკივა, ჩემო პატარა. ბაჰარი ტირის ძალიან იტანჯება. დემის სიამოვნებით მოუკლავდი, მაგრამ აისუნმა ის უარესად დასაჯა. იზღედა მრჩენია მშვიდად და უცადო ჩემი დროის დადგომას.
ის აუცილებლად დადგება. აუცილებლად. ჩემი დროც მოვა. ამას შეხედეთ. ისე მოვიდა, თუმცა არაფერი მომხდარა. საყვარელო, საკუთარ თავს მიხედე, კარგი? კარგი დედა, ნუ დარდობ. ჩემ შვილიშვილს გაუფრთხილდი. ღმერთმა დაგლოცოს. შენს დედა. ოჯა? ჰაზან, აი რა მოგიტანე. გმადლობ, ოჯა. რა მოხდა? დედა რატომ მოვიდა? არ მკითხა. მოვიდოდა, რადგან ჩემ გამო განიცდიდა. ძალიან მინდოდა თარიქის შესახებ მომეყოლა, მაგრამ შემეშინდა. გულის შეტევა არ დამართნოდა. ნუ დარდობ, ჰაზან. რაც მოხდა, მოხდა. არ ვიცი კიდევ რა მოხდება. მაგრამ აუცილებლად გავეყრები. კარგი, აღარ შეგაწუხებ. თუ რამე დაგჭირდება, აუცილებლად დამირეკე, კარგი? დიდი მადლობა, ოჯა. რა კარგია, რომ არსებობ. ნახვამდის. ნახვამდის. როგორ გაბედია მოსვლა? ვიცი, რასაც გრძნობ. ეს არ გეცოდინება. შენი მოსმენა არ მინდა. მომისმინება ხარ. შეეცადე რომ გამიგო. ყველაფერი სხვაგვარადაა. რას ნიშნავს ყველაფერი სხვაგვარადაა? ჩემი თვალი დავინახე. რა უნდა მითხრა?
რომ შენ და დემირ შორის არაფერი ხდება? მომეჩვენა? მართალი ხარ. მე და დემირი ერთად ვართ. ეს დიდი ხნის ამბავია. ვეღარ დავმალავ. მე დემირი და მამა შენი ეს ყველაფერი სამივეს გვეხება. რას გულისხმობ? ეს რას ნიშნავს? მამა ჩემი რა შუაშია? ახლა გეტყვი. ძალას მოვიკრებ. მე და დემირი დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. იმაზე დიდი ხანია, ვიდრე გონია. ერთმანეთს მამა შენის გაცნობამდე ხვდებოდით. საყვარელო. რა დაგემართა? რა ხდება? ფერი მკრთალი ხარ. არა, კარგად ვარ, არაფერი მჭირს. მომისმინე, გემრიელი წვნიანი მოვამზადე. მოდი შევაცხელებ. ძალიან გემრიელი გამოვიდა. არა, არ მინდა. მადლობ, დეიდა. საყვარელო, თავს რატომ იტანჯა? რას გეტყოდა შენი ძმა? არაფერს გაბრაზდებოდა. რა თქმა უნდა, საკმარისია, ნუ დარდობ. თორე მისე ვავად გახდები. შენ სად მიდიხარ, დეიდა? ძალმა შუქრიემ და მირეკა და მის ლომთხოვა. მასთან მივდივარ, ფანჯრების დასაწმენდად. სხვა საქმე არ მაქვს. შენ კი თავს გაუფრთხილდი. კარგი, არ მომიწყინო. მე მალე მოვალ. კარგი. მომისმინე, თუ ასეა, რა მხიარული ხარ? სამოდელო ბიზნესშიც უნდა გამიმართლოს. მეც ასე ვფიქრობ. ბევრს მუშაობ, დიდ ენერგიას ვხარჯავ. როგორ მუშაობ? სარკესთან პოზირებ. როგორ პოზირებ? მეც ვაჩვენე. გაჩვენო? მიდი. ეს პოზა მომწონს. მაგარია, გაუცებული ვარ. ესენ? რა დაგემართა? მე მგონი შენი წასვლის დროა. რას ამბობთ, არ იქნო სულელობ? უკვე ჩვენ სუბანში ვარ, თუ ვინმე დაგვინახავს, ჭორები გავრცელდება, პრობლემები ისედაც არ მაკლია. წადი და დაგირეკავ, კარგი? კარგი, მივდივარ. ხო, წადი. მაოცებ. დედა გონულ. ნება მომეცით. არ გინდა შვილო, გმადლობ. ასეთი სულელი როგორ ვიყავი, რომ დაგიჯერო. მეტის მეტი მოგივიდა. აი ნახავ, მაინც გაგშორდები. ღმერთმა დაგწყევლოს. ღმერთმა დაგწყევლოს. ღმერთმა დაგწყევლოს, არამზადა. უნამუსა.
ჰაზან, რა ჰაზანი? ჰაზანი აღარ არსებობს. ის მოკვდა. წადი. ჰაზან გაჩუნდი. მუცლით შენ შვილს ვატარებ. როგორ არ გწხვენია? მერე რა, ბავშვით ნუმა შანტაჟებ. ახლა თუ ასეთი აგრესიული ხარ, 9 თვის შემდეგ რა იქნები? წადი და თვალით აღარ დამენახო. გაგეყრები, გასაგებია? ნაძირალა. კი, როგორ არა? ჩემი თანხმობის გარეშე როგორ გამეყრები? ამის გარეშე ვერ განქორწინდებით. ნახავ როგორ გაგეყრები. სეინკალი. ალო, სეინკალი ბრძანდებით არა? გამარჯობა. ჩემ სახლში სასწრაფოდ საკეტების გამოცვლა მინდა. შეგიძლიათ ახლავე მოხვიდეთ. დიახ, მისამართს ახლავე გამოგიგზავნით. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.